ერთიანი ეროვნული გამოცდების დღე პირველი ამ წუთებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტირებას აბიტურიენტთა მეორე ნაკადი გადის. დღეს გამოცდა 19,000-მდე აბიტურიენტს უნდა ჩაებარებინა, თუმცა მათგან დაახლოებით 3% გამოცდაზე არ გამოცხადა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა და აბიტურიენტებისთვის ხელი არც ორ საგამოცდო ცენტრში ელექტროენერგიის რამდენიმე წუთით გათიშვა შეუშლია. ერთიან ეროვნულ გამოცდებში წელს 38,500-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს. წელს პირველად გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში კვლავ ორ ნაკადად ჩააბარებენ. 2016 წლის ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება, შედეგები კი ივლისის ბოლოდან ეტაპობრივად გახდება ცნობილი. ჩვენთვის ეს კომპიუტერთან მუშაობა სიმართლე რომ ვითხრათ შედარებით ადვილი იყო და იოლია. იმიტომ რომ საათესტატო გამოცდების დროს კომპიუტერთან გვხდებოდა მაინც მუშაობა. რა ვიცი, ნორმალურად დავწერე ესე თვლი. ჩაქრა შუქი, მაგრამ ჩვენც არ შეუშლია ხელი, ჩვეულებრივ წერდით, არც კომპიუტერი გამორთულა, არაფერი ხარვაზე არ ყოფილა. ყოველ წუთიერი კავშირი გვაქვს გამოცდების და შეფასების ცენტრთან და როგორც ვიცი, საკმაოდ კარგად 7 წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს. ძალიანაც ისე არცხელა ესე იგი რომ დაიხოცოს ეს ხალხი, ამას ძალიან წუხარ, იმიტომ რომ ბევრ ადგილას კონდიცირება არ არის და მოიხსენებთ გამოცდა ისედაც სტრესია და ეხლა სიცხეში ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია და კიდევ ერთხელ ვისარგებლებ და მინდა რომ დიდი წარმატება უსურვო.